ინტელექტუალური მარათონი ყველაზე წიგნიერი მოსწავლის გამოსავლენად ახალგაზრდული ორგანიზაცია კავკასიონის ორგანიზებით ბათუმის საჯარო სკოლებში საუკეთესო მოაზროვნე გუნდებისა და მასწავლებლების გამოსავლენად ინტელექტუალური მარათონი გაიმართა. თამაშების პირველი გამარჯვებულები დღეს განათლების მინისტრმა და აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ სიგელებით დააჯილდოვა. დაჯილდოების პარალელურად ინკლუზიური ბავშვების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. დღესვე ინტელექტუალური თამაშების 4 ფინალისტი გუნდი საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ითამაშებს. გამარჯვებულებს მწერალთა კავშირისგან ფასიანი საჩუქრები და წიგნები გადაეცემათ. ხორცელების იდეა მოგვივიდა მე და ჩემს მეგობარ პოეტებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ციგნიერების დონით არის მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზე თუ არ ვცდები და საჭირო არის რაღაც ზომების მიღება. აქედან გამომდინარე დავიწყეთ ჩვენ ამ პროექტზე ფიქრი, ჩამოვყალიბეთ პროექტის იდეა. ამაში მოგვეხმარა ჩვენი მეგობარი რასადროდის საშემოდგომო სეზონის ფინალისტი გიორგი ჭეიშვილი. მან მისცა ამ პროექტს სახე და ეს პროექტი სხვადასხვა ეს თამაში არ გავს არც ერთ სატელევიზიო და სხვა ინტელექტუალურ შეჯიბრებას არ გავს. განსხვავებული არის თავისი წესებით და კითხვის დასმის პრინციპით. ძალიან საინტერესო პროექტია. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენ სკოლაში ამ თამაშმა. ბევრი ბავშვი მიიღებდა მონაწილეობას. საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ ვახდენთ ჩვენი ინტელექტის, ასე ვთქვათ, მობილიზებას ამ თამაშზე. ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციას ვიღებთ. იქიდან გამომდინარე, არა მარტო სკოლაში ნასწავლ, ვთქვათ, რაღაც პროგრამას ვიყენთ, არამედ რაღაც, ვთქვათ, ტელევიზორში, ინტერნეტში, კომპიუტერიდან გაგებულ ახალი ინფორმაციას. რა ვიცი, ძალიან კარგი საშუალება და ძალიან კარგი იქნება თუ კიდევ ძალიან ბევრჯერ განმეორდება ესეთი თამაშები. ახალგაზრდა პოეტების წამოწყებით, რომლებსაც გააჩნდა დიდი ერა სკოლაში ამ სხვადასხვა ტიპის, ესე ვთქვათ, გამოკითხვები, ფესტივალები ჩაეტარებინათ, მართლაც მიაღწიეს ამას და მინდა თქვა, რომ ყველა სკოლა იყო ჩართული ძალიან დიდი მონდომებით, როგორც საჯარო სკოლა, ესევე კერძო სკოლები. დღეს არის გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება და ფინალი, ესე ვთქვათ, ამ ინტელექტუალურ თამაშებში. და ეს ეხება ძირითადად პოეზიას, მწერლობას, პუბლიცისტიკას, ქართულ მწერლობას და არა მხოლოდ ქართულ მწერლობას. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ბავშვების კიდევ ნიჭის რეალიზაციას შეუწყობს ხელს.